მოგესალმებით, ბატონო პრერო, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნე, 11 საათია დარჩენილი, ვიდრე საარჩევნო უბნები გაიხსნება. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით ტურბულენტობას, ოღონდ ეს უფრო იყო ოპოზიციის მხრიდან ხელოვნური და არარეალური წინასაარჩევნო გარემო და წინასაარჩევნო კონკურენცია. ოპონირების რეჟიმს გულისხმობ. როგორ ჩაიარა პროცესმა, დავიწყოთ შეფასებით და როგორ იქნება ხვალინდელი დღე? მოგესალმებით, პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. თუ რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, მე ვიტყოდი, რომ საარჩევნო კამპანია მთლიანობაში ჩაიარა უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში. თქვენ გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესები, იგივე წინა შემთხვევაში 2021 წელს, მანამდე 2020 წელს, 2018 და ასე შემდეგ. ხო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იყო საკმაოდ დაძაბული გარემო უამრავ ინციდენტით. ამ შემთხვევაში გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი, რაც ძალიან კარგია. რაც შეეხება მთლიანობაში საარჩევნო კამპანიის შინაარსს, ერთი საინტერესო სპეციფიკა ჰქონდა ამ არჩევნებს. ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც რეალურად მუშაობდა სოფლების დონეზე, ქალაქების უბნების დონეზე, იყო ქართული ოცნება. ჩვენ დავასახელეთ 30 დელეგატი, რომლებიც უშუალოდ წარმართავდნენ და წარმართავენ კამპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით. მათ შორის ისინი რამდენჯერმე ჩადიოდნენ თითოეულ სოფელში, რამდენჯერმე მიდიოდნენ თითოეულ შესაბამის ქალაქში, თითოეულ უბანში და ისინი უშუალო კომუნიკაციაში იყვნენ საზოგადოებასთან, ისმენდნენ მათგან საჭიროებებს, საუბრობდნენ პრობლემებზე, საკითხებზე და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში მათ საპარლამენტო საქმიანობაზე აისახება. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ გადაწყვიტეს არ ესაუბრათ საერთოდ უშუალოდ ხალხთან და ერთ-ერთი მათი კამპანია შემოიფარგლებოდა არსებითად სოციალურ მედიაში აქტიურობით, Facebook აქტიურობით და მათ ტელევიზიებში აქტიურობით. რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის შექმნის მნიშვნელოვან უპირატესობას, როდესაც ერთი პარტია ესაუბრება ხალხს უშუალოდ და სხვა პარტიები საერთოდ არ საუბრობენ ხალხთან, რა თქმა უნდა, ეს საბოლოო ჯამში აისახება არჩევნების შედეგებზე. მაგრამ მე ვფიქრობ, თავარი რაც აისახება ამ არჩევნების შედეგებზე არის ის საერთო სურათი, რომელიც ჩვენ მივიღეთ ამ 4 წლის განმავლობაში, იყო უმძიმესი ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე. მთელი ამ წლების განმავლობაში განსაკუთრებით მძიმე იყო ზეწოლა, თქვენ გახსოვთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2021 წელს, მე 2022 წელს უკრაინის ომის დაწყებასთან ერთად, თუმცა ჩვენ ყველა ზეწოლას გაუძლეთ, ყველა სირთულე დავძლიეთ, შეუნარჩუნეთ ამ ქვეყანას მშვიდობა და არა მხოლოდ მშვიდობა შეუნარჩუნეთ, არამედ ამ 4 წელიწადში მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ ჩვენი ქვეყნისთვის. მათ შორის ეს აისახა მაგალითად იმაში, რომ 50 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა მარტო ამ 4 წლის განმავლობაში. შესაბამისად გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, შემცირდა უმუშევრობა, შემცირდა სიხარიბე ჩვენს ქვეყანაში. ეს მოიტანა მშვიდობამ და რა თქმა უნდა იმ ეფექტიანმა პოლიტიკამ, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ბატონო პრემიერ, თქვენ 4 წელი ახსენეთ და ამ 4 წლის განმავლობაში პრაქტიკულად ჩამოიხსნა ყველა რადიკალმა ნიღაბი. ვინც იყო ამოფარებული რაღაც კონკრეტულ არასამთავრობოს, ან თითქოს წავიდა პოლიტიკიდან, ყველა ერთად გაერთიანდა. ასევე ჩვენ ვნახეთ გარე ძალები, რომლებიც რეალურად ამათი მხარდამჭერები იყვნენ 2012 წლის შემდეგ და არც ერთი დღე არ დაუკარგავთ და რეალურად რაც წითელი ხაზების გადაკვეთა ქვია და ყველამ დაინახა რა ხდება, ეს უკავშირდება უკვე 2022 წელს, ომის შემდეგ პერიოდს. ყველაზე გამძაფრებული ბრძოლა უკვე საქართველოს ხელისუფლებასთან დაიწყო გამჭვირვალობის კანონის გამო გაზაფხულზე, ხო? მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ეს ძალები როგორ გააგრძელებენ დაუშვათ ბრძოლას? რას ელოდებით თქვენ, იმიტომ რომ ხვალ არის ისტორიული არჩევნები, გადამწყვეტი არჩევნები, ამას რეფერენდუმსაც ეძახის როგორც მმართველი პარტია, ასევე საზოგადოება ამბობს, რომ ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ფიქრობთ, რომ ხვალინდელი არჩევნების შემდეგ ყველა დაიხევს უკან და ესე მარტივად წავლენ, თუ მოსაოდნელია რაიმე კიდე უფრო მძიმე სცენარები მათი მხრიდან? პირველ რიგში რაც შეეხება ოპოზიციას, რადიკალურ ოპოზიციას, ისინი ყოველთვის აჩვენებდნენ პრინციპში საკუთარ სახეს, ეხაც ყველაფერი ხელის სულზე დევს ქართული საზოგადოებისთვის. ყველა ხედავს, რომ არის რამდენიმე ოპოზიციური პარტია, რომელიც რეალურად არის ერთი პოლიტიკური ძალის რამდენიმე განშტოება. ამას აქვს ერთი მარტივი ახსნა, მათ ხავთ ერთი საერთო პატრონი, შესაბამისად ყველაფერი იქიდან იმართება. შესაბამისად მხოლოდ პირობითია განსხვავება
ამ 4 ძირითად პარტიას შორის, რომელსაც მედი საუბარი, მათ შორის იმ ორ მთავარ პარტიას შორის, რომელსაც აქვს ბარიერის გადალახვის რესურსი. ეს არის ნაცმოძრაობა და ეს არის გვარამიას პარტია. პირობითია აბსოლუტურად ზღვარი მათ შორის, ყველა ერთად არიან კოლექტიური ნაცმოძრაობის შემადგენელი ნაწილი, მათ შორის ისინი უმეტეს შემთხვევაში ერთად მონაწილეობდნენ დანაშაულებში 2012 წლამდე, როცა იყვნენ ხელისუფლებაში, ან როცა იყვნენ ასოცირებული ხელისუფლებასთან, როგორც ეს იყო მაგალითად ხაზარაძის შემთხვევაში, რომელიც ჩართული იყო პირდაპირ ბიზნესის რეკეტის საქმეებში, როგორც იყო კონსტანტას საქმე, ელიტ ელექტრონიქსის საქმე, მაგნატის საქმე და ამ შემდეგ. და რაც შეეხება მეოთხე პარტიას, რომელსაც უკვე არავითარი რესურსი არ აქვს ბარიერის გადალახვის, ეს არის გახარიას პარტია, მათ შექმნილი აქვთ 4 მუნიციპალიტეტში უკვე შემდგარი კოალიცია. გარდა ამისა, მათ ხელი აქვთ მოწერილი ერთობლივ ქარტიაზე, ეგრეთ წოდებულ ქარტიაზე, რომლის მიხედვითაც ისინი ერთიანი დღის წესრიგით გამოვლენ გამარჯვების შემთხვევაში უკვე საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ანუ აქ აბსოლუტურად გაშიფრულია ყველაფერი. რაც შეეხება NGO-ებს, მიუხედავად იმისა, რომ NGO-ები ყოველთვის იყვნენ პოლიტიკურად მიგერძოებული, ისინი ერიდებოდნენ მაინც თვით ლუსტრაციას, თუმცა ყველაფერი შეიცვალა პირველ რიგში ყველაზე მკვეთრად 2022 წლის ივნისში, როდესაც კანდიდატის სტატუსის არ მინიჭების შემდეგ ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა და მოითხოვეს მათი მონაწილეობით ახალი ეგრეთ წოდებული ტექნიკური მთავრობის ფორმირება. მას შემდეგ ეს NGO-ები, საუბარია ყველაზე მსხვილ NGO-ებზე, პირდაპირ მონაწილეობენ კამპანიაში ხელისუფლების წინააღმდეგ და ეხლა ისინი უშუალოდ არიან ჩართული საარჩევნო კამპანიაში. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც გაიმართა ოპოზიციის ერთადერთი აქცია, სადაც იმედი ჰქონდათ, რომ გაავსებდნენ თავისუფლების მოედანს, თუმცა ვერ გააკეთეს ეს. ამ აქციის ორგანიზატორებიც და დონორებიც იყვნენ NGO-ები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდებიან. რაც პირდაპირ დარღვევაა საარჩევნო პრინციპების და ეს შემდეგ, მაგრამ ამას რომ თავი დავანებოთ, რეალურად აშკარად სახეზია ის, რომ NGO-ებმა თვითონ განაცხადეს საკუთარი პოლიტიკური და უფრო მეტიც საარჩევნო მიზნების თაობას, ისინი პირდაპირ უკავშირებენ საკუთარ პოლიტიკურ საქმიანობას რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერას. თუმცა მათ არავითარი რეპუტაციული თავად აქვთ ესეთი რეპუტაციული ზიანი მიღებული, რომ ჩვენთვის არავითარი ზიანის მოტენა არ შეუძლიათ ამ არჩევნებზე. რაც შეეხება სამომავლო განვითარებას, მე არ გონია, რომ რაიმე სერიოზული რესურსი ჰქონდეთ ამ ძალებს, ისინი ესწებიან, რა თქმა უნდა, ისინი ვერ შეეგუებიან ბუნებრივი არჩევნების შედეგებს. თუმცა მათ არ აქვთ რესურსი იმისათვის, რომ არიონეს ქვეყანა, ისინი აგროვებდნენ, ისინი ცდილობდნენ დაეგროვებინათ რევოლუციური რესურსი, სწორედ ოქტომბერ, ნოემბერ, დეკემბრისთვის, თუმცა საბოლოო ჯამში მარტში, აპრილში და მაისში მათ მოუწიათ წინასწარ იმ ტყუების დახარჯვა, რომელიც ჰქონდათ გამზადებული ამ საშემოდგომო პერიოდისათვის. აქედან გამომდინარე, მათი რესურსი აბსოლუტურად ასე ვთქვათ, სუსტია და თქვენ ხედავთ, რომ სახელმწიფო დგას თავის ადგილზე, სახელმწიფო იდგა თავის ადგილზე, იგივე მარტში, აპრილში, მაისში, როდესაც იყო ეს რევოლუციური მცდელობა და პირველ რიგში სამართალდამცავი უწყებები არიან მოწოდების სიმაღლეზე, როცა არის დასაცავი ამ ქვეყნის სახელმწიფო ინტერესები. შესაბამისად, მცდელობა აუცილებლად ექნებათ, ვერ შეეგუებიან ძიმე მარცხთან, ეს მარცხი იქნება ძალიან ძიმე მათთვის, თუმცა მათი ეს მცდელობა იქნება განწირული საბოლოო ჯამში წარუმატებლობისთვის. ბატონ პრემიერო, ქარტია, 4 პარტია ხელმომწერი, ერთგვარი დახასიათება გააკეთეთ თქვენ კიდევ ერთხელ ამ პარტიებით. საზოგადოების დიდ ნაწილს რა თქმა უნდა აინტერესებს და უბრალოდ ცვამს რიტორიკულ კითხვას. ანუ რომელია ამ პარტიებიდან ევროპა? როცა თავად ამბობენ, რომ უნდა მივცეთ ევროპას ხმა და რატომ არის მმართველი პარტია, როგორც ისინი რეალურად აკერებენ მმართველ პარტიას რუსეთისკენ მიმავალ გზაზე. ანუ ფაქტები, რომელიც არის და რომელიც ხელშესახებია ევროპულ გზაზე, დღეს თქვენი სხვადასხვა კომენტარებიც მოვისმინეთ და წავიკითხე კიდეც, მთელი ჩამონათვალია რა გაკეთდა ქართული ოცნების პირობებში ევროპული გზისკენ რო გაგრძელდეს სვლა. პარალელურად არანაირი ხიდების დაწვა არ ხდება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რიგითი ადამიანებისთვისაც კი შეურაცხმყოფელია, როდესაც სტრატეგიული პარტნიორის წარმომადგენელი ამბობს, რომ შენი ქვეყნის ხელისუფალი აგირავებს, შესაძლოა დააგირავოს ქვეყანა. ქარტიაზე ხელმომწერები, როცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვართ ევროპა და ისინი არ არიან ევროპა. ამის საპირისპიროდ რაც კეთდება. როგორ ფიქრობთ, საზოგადოებამ იცის თუ არა ბოლომდე სიმართლე და ბოლომდე გაყვება თუ არა იმ პოლიტიკას, რომელსაც ქვია მშვიდობა და ხანგრძლივი მშვიდობა? რეალურად საზოგადოება არის ჩვენი მთავარი სახდენი. არაერთხელ ხუმრობით გვითქვამს ერთმანეთისთვის, რომ
ერთადერთი ვინც დგას ჩვენს გვერდით, ეს არის ქართველი ხალხი. ეს ხუმრობა ნარევია გამომდინარე იქიდან, რომ პოლიტიკაში ზოგადად მართლ ძალას და ზოგადად პოლიტიკურ პარტიას თავარი რაც ჭირდება და ერთადერთი რაც ჭირდება, ეს არის სწორედ ხალხის ხარდაჭერა. თუმცა ჩვენთან ცდილობენ სხვანაირად შემოადრიალონ ეს ყველაფერი და ყველაფერი ისე აჩვენონ, რომ თითქოს არა ქართველი ხალხის აზრია გადამწყვეტი, არამედ გადამწყვეტია ის თუ ვინ რა სიტყვის გარედან. სინამდვილეში თავარი რაც ჩვენ გვიმაგრებდა ზურგს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ურთულეს წუთებშიც მათ შორის ეს იყო სწორედ ქართველი ხალხის სიბრძნე, ქართველი ხალხის გამოცდილება და ქართველი ხალხის გვერდში დგომა. თქვენ გახსოვთ განსაკუთრებით მძიმე იყო ომის შემდეგი დღეები და ასევე შემდეგ ივნისი, როცა არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მაშინ იყო ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, ვითარება. ემოციური ფონი იყო შექმნილი ომის დაწყების შემდეგ და გახსოვთ რა ხდებოდა ამ ემოციურ ფონზე ოპოზიცია, NGO-ები, სხვები, მათი მეგობრები, უცხოელები ითხოვდნენ ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. და თქვენ გახსოვთ რამხელა რეაქცია მოყვა, მძიმე რეაქცია მათი მხრიდან ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს არ უერთდებოდა სანქციებს. სანქციები გამოიწვევდა რას? ეკონომიკურ კატასტროფას ქვეყნისთვის, მინიმუმ 10%-იან ეკონომიკურ ვარდნას, ამას პირდაპირ ითხოვდა, ხო ეს ხო არქივებში არის პირდაპირ ითხოვდა ამას ოპოზიცია, პირდაპირ ითხოვდნენ ამას NGO-ები და ამას პირდაპირ ითხოვდნენ უცხოელები და სხვათა შორის ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში კიდე გაჩნდა ეს მოთხოვნა თან პირველად, მანამდე ერიდებოდნენ ამაზე საუბარს, ახლა პირდაპირ ჩაიწერა სანქციების დაწესება, ნუ პირდაპირ ითხოვენ ესეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც ჩამოაქცევს ქვეყნის ეკონომიკას. ვის რაში უნდა ჭირდებოდეს ქართული ეკონომიკის ჩამოქცევა, მეგონი ქართული საზოგადოება ამ კითხვას თავად გასცემს პასუხს. შემდეგ გახსოვთ პირდაპირ მოთხოვნა უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით თვითმფრინავებით მებრძოლი მოხალისეების გაგზავნასთან დაკავშირებით, რაც პირდაპირ ნიშნავდა ქვეყნის ომში ჩართვას. მაშინ გააკეთეს განცხადებები ბაიდენმა და ჯონსონმა, მათ თქვეს, რომ რეკომენდაციასაც კი არ უწევდნენ საკუთარ მოქალაქეებს სასულიყვნენ უკრაინაში მებრძოლებად, ანუ რეკომენდაციაზე იყო საუბარი, რადგან არ სურდათ ენახათ ნატო მხარედ რუსეთთან კონფლიქტში. და ასე დროს შენგან ითხოვენ ოპოზიცია, NGO-ები, შესაბამისად მათი პატრონები, უცხოელები კიდე აღარ ჩამოთვლი ყველას, რომ მთავრობის ოფიციალური თანხმობით გაგზავნო მებრძოლი მოხალისეები თვითმფრინავებით უკრაინაში. ანუ ითხოვდნენ პირდაპირ ქვეყნის სამხედრო კონფლიქტის მხარედ ქცევას. ძალიან მძიმე იყო აქ ვითარება და საზოგადოებისთვისაც რთული იყო, რა თქმა უნდა, აქ რაციონალური, ასე ვთქვათ, პოზიციის შერჩევა გამომდინარე იქიდან, რომ იყო ძალიან მძიმე ემოციური ფონი, რუსეთი შეიჭრა სუვერენულ სახელმწიფოში უკრაინაში, რაც ემოციურ ფონს ბუნებრივია ამძიმებდა. მაგრამ აქაც საზოგადოებამ ყველაფერი ძალიან კარგად გაიაზრა და საბოლოო ჯამში ჩვენ სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერით მოვახერხეთ ის, რომ დავიკავეთ ერთადერთი ალტერნატივო სწორი პოზიცია ჩვენი ქვეყნისთვის, რამაც საშუალება მოგცა არ ჩამოგვექცია საკუთარი ხელით ჩვენი ეკონომიკა, ეს ერთი და მეორე სამხედრო კონფლიქტის მხარედ არ გვექცია ჩვენი ქვეყანა. შემდეგ გახსოვთ 2022 წლის ივნისი, როდესაც აბსოლუტურად უსამართლოდ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, თქვენ იცით რომ 80%-ზე მეტი ამ ქვეყანაში მხარს უჭერს ევროინტეგრაციას, რა თქმა უნდა ამ ფონზე გამოცდილობის პირობებში ქართულ ხალხს შეიძლებოდა არასწორი პოზიცია დაეკავებინა და შეიძლება წამოგებოდა ამ ერთგვარ, ასე ვთქვათ, პროვოკაციას, რომელიც ჩვენ მივიღეთ, თუმცა აქაც ქართულმა საზოგადოებამ გამოიჩინა სიბრძნე გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც მას აქვს დაგროვილი და საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი დადგა ჩვენს გვერდით და ჩვენ ქართულ ხალხთან ერთად მთელი მოთმინებით და ბრძოლით წელიწად ნახევარში მივახციეთ იმას, რომ მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. საბოლოო ჯამში ჩვენ ყოველ ჯერზე ზურგს გვიმაგრებდა სწორედ ქართველი ხალხის მხარდაჭერა და ეს მხარდაჭერა იქნება მთავარი, რა თქმა უნდა, ის რაც ხვალ გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის ბედს, კიდევ ერთხელ სწორედ ქართველი ხალხის მყარადგომა და ღირსეული დამოკიდებულება საკუთარი სამშობლოსადმი უზრუნველყოფს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა განაგრძობს წინსვლას და განვითარებას და შეინარჩუნებს მშვიდობას ამ ქვეყანაში. კეთილი. ქართველი ხალხის მხარდაჭერა. ეს იციან რადიკალური ჯგუფების პატრონებმაც, გარე პატრონებმაც. აი აქედან გამომდინარე არის თუ არა რეალურად ის ნარატივი, რომელიც გვესმის ნაკარნახევი, რომ შანტაჟის პოლიტიკა ვიზა ლიბერალიზაციით, შანტაჟის პოლიტიკა ის, რომ ჩაიკეტება ყველანაირი კარი, შანტაჟის პოლიტიკა, რომ მოხვდებით იზოლაციაში და არანაირი მომავალი აღარ გექნებათ. დღესაც ისმოდა აი ესეთ შეფასებები მსგავსი შინაარსის, თუ მართველი პარტია
მაშინ ყველა ის სიკეთე, რაც ევროკავშირს უკავშირდება, თქვენთვის ხელმისაწვდომი აღარ იქნება. ამის საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს შეიძლება ეშინოდეს. იმიტომ რომ ვერ იყოს ბოლომდე გარკვეული რეალურად რა შეიძლება მოხდეს. რა მოხდება, როცა ყარი უმრავლესობით, საკონსტიტუციო უმრავლესობით ქართული ოცნება მეოთხე ვადით იქნება ხელისუფლებაში, რაიმე საფრთხე ემუქრება თუ არა მოქალაქეებს ევროპაში, ან უვიზო მიმოსვლის კონტექსტში, ან ზოგადად რაღაც იზოლაციაში მოქცევის თვალსაზრისით. ასეთი განცხადებები არის მოკლევადიანი და მხოლოდ არჩევნებზეა გათვლილი. როგორც კი დასრულდება არჩევნები, მაშინვე შეწყდება ასეთი საუბრები და მეტიც. მაშინვე გამოჩნდება უკვე პირველი ნიშნები გადატვირთვის მიმართულებით. ჩვენ ვამბობთ, რომ არსებითად მომავალი წლიდან დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა, როგორც ევროკავშირის მიმართულებით, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით, თუმცა ამის ნიშნები გამოჩნდება უკვე არჩევნებიდან ძალიან მალევე. ვიღაცებს აქვთ მცდელობა, რომ არჩევნებზე მოახდინონ ზეგავლენა, შეიცვალოს ხელისუფლება, როგორც კი გადაივლის ეს ყველაფერი, მაშინვე ასეთი მცდელობებიც დასრულდება და საბოლოო ჯამში რაც შეეხება ხალხის დამოკიდებულებას, ყველამ დაინახო, რომ არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა შანტაჟმა. არც ხალხის მიმართ, არც ხელისუფლების მიმართ, არც ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც არის ამ ქვეყანაში მთავარი გარანტი მშვიდობის და განვითარების, არც ერთ შემთხვევაში არ გაჭრა ამ შანტაჟმა და რა თქმა უნდა, ვერც ასეთი შანტაჟი გაჭრეს ამ შემთხვევაში. ხვალ ქართველი ხალხი დარწმუნებული ვარ, გამოვა ქუდზე კაცი და დაფიქსირდება ზუსტად ის გადაწყვეტილება, რომელიც ჭირდება ჩვენი ქვეყნის მყარ და ღირსეულ განვითარებას. კეთილი. ძალიან დიდი რაოდენობით არიან სადამკვირვებლო მისიები საქართველოს ჩამოსვლები და აკვირდებიან არჩევნებს. ერთია საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, მეორე ადგილობრივი სადამკვირვებლო ჯგუფები. ადგილობრივებს რაც შეეხება თქვენი გუნდის წარმომადგენლებმა, ბევრი მათგანი ამხილა, ბევრი ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ კავშირშია ნაციონალურ მოძრაობასთან. ზოგიერთი დამფუძნებელი წევრი არის ნაციონალური მოძრაობის. საბოლოო ჯამში ვის უნდა დაეყრდნოს მთელი ეს პროცესი, როდესაც შეჯამება და შეფასება მოხდება. მხოლოდ საერთაშორისოს თუ შესაძლებელია შიდა სადამკვირვებლო მისიებმაც ვერ მოახერხონ იმის თქმა, რომ ეს იყო ასე და არა ეს იყო ასე. ანუ ჩაიაროს ყველაფერმა ნორმალურად, მაგრამ მათი დღის წესრიგი და ნარატივი იყოს სხვა. აი, რას ველოდებით სადამკვირვებლო მისიებისგან? პირველ რიგში არჩევნების მთავარი შემფასებელი არის, რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი, ეს ერთი. რაც შეეხება დამკვირვებლებს, რა თქმა უნდა, ადგილობრივ დამკვირვებლებს არ აქვს შესაბამისი რეპუტაცია, რომ შეაფასონ ეს არჩევნები და ფასი რომ გქონდეს მათ მხრიდან მოწოდებულ შეფასებას საზოგადოების თვალში. რაც შეეხება საერთაშორისო დამკვირვებლებს, ჩვენ ვიხილეთ მაგალითად ეუთო ოდირის დასკვნა წინა საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც დაიდო დაახლოებით 10 დღით ადრე არჩევნების დღემდე, პრაქტიკულად მოიცავს თითქმის მთლიანად წინა საარჩევნო პერიოდს და ამ ანგარიში არის ასახული ერთადერთი არსებითი პრობლემა. ერთადერთი არსებითი პრობლემა ეს არის პოლარიზაცია. რაც ყველამ იცის, რომ ჩვენი ქვეყნისთვის არის ნამდვილად სერიოზული პრობლემა. პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში, პოლარიზაცია მედიაში, ეს არის ის მოვლენა, რასთან დაკავშირებით ყველას ისედაც ჰქონდა ინფორმაცია. არავით არის სხვა რაიმე არსებითი პრობლემა ამ არჩევნებზე არ დაფიქსირებულა. ჰაერიდან ვერ მოიტანს ვერავინ, ხო, პრობლემებს, რომლებიც არ არსებობს. არჩევნების დღეც ჩაივლის უპრეცედენტოდ კარგად, მათ შორის ჩვენ შევქმნით ყველანაირი საკანონმდებლო საფუძველი ამისათვის. პირველად ისტორიაში ამორჩევლის 91% რეგისტრაციას გაივლის ელექტრონულად, ხმებს მიცემს ელექტრონულად და მათი ხმების დაითვლება ელექტრონული წესით. რაც გამორიცხავს მათ შორის ადამიანურ შესაბამებსაც კი მით უმეტეს არავითარი სივრცე აღარ რჩება манипуляციისთვის. ასე დროს შეუძლებელია ვინმე რაიმე ისეთი დასკვნა წარმოადგენოს, არგუმენტირებული დასკვნა, რომელიც ეჭქვეშ დააყენებს ამ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. აქედან გამომდინარე, მე ვარ ძალიან ოპტიმისტურად განწყობილი საბოლოო ჯამში შეფასებებთან დაკავშირებით. რეალურად ყველანაირი საფუძველი შევქმნით ჩვენ იმისათვის, რომ საბაბიც კი არ დავდოვოთ არჩევნების ეჭქვეშ დასახენებლად. სპეკულაციები, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებისგან ისმოდა პირადობის მოწმობებზე და ასე შემდეგ, აღარ დავკონკრეტდები ყველა დეტალზე. ეუთო ოდირის სადამკვირვებლო მისია შეხვდით დღეს თქვენ. რა მიმართულებით დაისვა კითხვები? იყო თუ არა რაიმე გადაცდომებზე საუბარი, ან როგორ შეფასდა დიალოგის პროცესში ის პერიოდი, რაც გავიარეთ უკვე და მივედით საარჩევნო დღემდე? თქვენ იცით, რომ როცა ნეგატიური შეფასებები კეთდება ხოლმე საარჩევნო ანგარიშებში, ძირითადად აქცენტი კეთდება ხოლმე სამ თემაზე, ზოგადად ნებისმიერ ქვეყანაში. ეს არის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ეს არის დაშინება
და ეს არის მოსყიდვა, ამრჩევლის მოსყიდვა. ხო, ძირითადად სამ თემაზე გეთება ხოლმე აქცენტი. არც ერთ ამ თემაზე კითხვაც კი არ დასმულა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა დღეს ყველა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან. ანუ არც მოსყიდვა, არც დაშინება, არც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. აქედან ჩანს, რომ ამ მიმართულებით არავით არის არათუ სისტემური, არამედ რაიმე არსებითი პრობლემაც არ ფიქსირდება. ერთადერთი მომით შეშფოთებულია, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია და ერთადერთი სადეს თვითონ გამოწვეული კამპანიის აგორება აიდი ბარათებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ მტკიცებულებებით ვაჩვენეთ ის, რომ თავიდან ბოლომდე სიყალბე იყო, რაც ისინი ამბობდნენ ამ თემასთან დაკავშირებით. მათ შორის ყველაზე თვალსაჩინო იყო რუსთავის ფაქტი. ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მათი კუთვნილი ტელევიზიიდან გაიგო, რომ აპირებდნენ ერთ-ერთ სამსახურში კონტრაქტების გაგრძელებას, ამისათვის მოითხოვეს პირადობის მოწვევები და მას სცადა ეს ფაქტი დაეკავშირებინა არჩევნებთან, როდესაც ეს ფაქტი საერთოდ არ უკავშირდებოდა არჩევნებს. ანუ აქაც თვითონ გამოწვეული იყო აბსოლუტურად კამპანია, შესაბამისად ეს კამპანია ძალიან მალევე ჩავარდა. რეალურად საბაბიც კი არ რჩება იმისათვის, რომ ვინმე რამე თქვას ამ არჩევნებთან დაკავშირებით და ეს საბაბი არ დარჩება არც არჩევნების დღეს, გამომდინარე მათ შორის იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდან, რაც ჩვენ განვახორციელეთ ამ 2-3 წლის განმავლობაში. კეთილი. მე შევეცდები ის, რაც ალბათ საზოგადოებას ასევე ძალიან აინტერესებს და რაც პირდაპირ მათზე აისახება თქვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში მოსახლეობასთან შეხვედრების დროს ძალიან ბევრი ისაუბრეთ იმ ეკონომიკურ მიღწევებზე და წინსვლაზე, რომელიც ქვეყანას აქვს და ამას ყველა აღნიშნავს, ხო? ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება იმ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში საკმაოდ რთულია. თუ იქნებოდა მეორე ფრონტი, არანაირი ეკონომიკური წინსვლა არ იქნებოდა პირიქით, რაზეც თქვენ და თქვენი გუნდის წევრები ხშირად საუბრობთ. არ იქნებოდა არანაირი საერთაშორისო ინსტიტუტების პროგნოზი, რომელიც არის ძალიან დადებითი და გათვლილია 2028 წლამდე, რამდენად მაღლა მიიწევს ჩვენი ეკონომიკა. როდის მიუახლოვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცხოვრების დონეს ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა? ეს არის კითხვა, რომელიც ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აინტერესებს, განურჩევლად იმისა, ვინ ვისი მხარდამჭერია. კი, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა არის მთავარი, რაც განაპირობებს ქვეყნის პოზიციების გაძლიერებას ყველა მიმართულებით. მათ შორის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას და იგივე თუნდაც საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას. რო დახედავთ თქვენ ცხრილს, სადაც ასახულია ქვეყნის წლიანი შიდა პროდუქტი, სხვადასხვა ქვეყნის წლიანი შიდა პროდუქტი, ზუსტად შეგიძლიათ ამოიცნოთ ქვეყნის მონაცემებიდან თუ სად იმყოფება განვითარების კუთხით ესა თუ ის სახელმწიფო. ჩვენ ამ კუთხით კიდევ ბევრი გვაქვს, რა თქმა უნდა, გასაკეთებელი, თუმცა მე ვისაუბრებ პირველ რიგში მიღწევებზე, რაც გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული. პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ პირველი 8 წელი ქართული ოცნების საქმიანობის იყო საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა რეგიონში და გლობალურად. ამ პერიოდში რეგიონმა გამოიარა ორი კრიზისი. ეს იყო 2015-16 წლები, როცა უკრაინის პირველი ომის შემდეგ იყო რეგიონული კრიზისი და მაშინ საქართველოშიც გადმოვიდა ეს ყველაფერი, ჰქონდა ეკონომიკური კრიზისული ვითარება და სავალუტო კრიზისი ჩვენს ქვეყანაში 2015-16 წლები ყველა სახსოვს და შემდეგ მეორე კრიზისი იყო COVID-თან დაკავშირებული, როცა ჩვენი ეკონომიკა 6.5%-ით შემცირდა, ნახევრად გაჩერებული იყო მაშინ ქვეყანა COVID-ის გამო, ესეც რა თქმა უნდა ყველა სახსოვს. ამის მიუხედავადაც, ანუ ამ პირველი 8 წლის განმავლობაშიც კი ჩვენ მოახერხეთ და თითქმის გავაორმაგეთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 2012 წელს იყო მხოლოდ 28 მილიარდი ლარი, ნაკლები 28 მილიარდზე და უკვე 2020 წლისთვის ჩვენი ეკონომიკა გახდა 50 მილიარდი ლარი ამ ორი გამოვლილი უმძიმესი კრიზისის მიუხედავად. განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო ჩვენი წარმატება ეკონომიკური წინსვლა გასული 4 წლის განმავლობაში. ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა 2021-2023 წლებში იყო 9.7% და წელს პირველი 8 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა იყო 10%. რითაც ჩვენ პირველ ადგილზე ვართ არა მხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ მთლიანად ევროპის მასშტაბით. 2024 წელს კიდევ ერთხელ გაიმეორა ეს სავალუტო ფონდმა, რომ საქართველო პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ევროპაში და ჩვენს ფართო რეგიონში და ასევე სავალუტო ფონდმა წარმოადგინა საშუალოადიანი პროგნოზი 2028 წლის ჩათვლით და ეს პროგნოზიც აცხადებს იმას, რომ საქართველო
ამ საშუალო პერსპექტივაში შემდეგი 4 წლის განმავლობაში პირველ ადგილზე იქნება ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ჩვენ შექმნით ყველა პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური წინსვლა. და თქვენ იცით, რომ ჩვენი პროგრამის თანახმად დღეს თუ არის 90 მილიარდი, 24 წლის ბოლოსთვის თუ გახდება 90 მილიარდი, ჩვენი ეკონომიკა 2028 წლის ბოლოსთვის უკვე ჩვენი პროგრამის მიხედვით ეკონომიკა მიაღწევს მინიმუმ 130 მილიარდ ლარს. ეს არის ჩვენი ამოცანა, რაც არის აბსოლუტურად მიღწევადი. ჩვენ გავაგრძელებთ ყველა მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობას. თავი რაც განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ზოგადად მშვიდობა, საერთო პოლიტიკური სტაბილურობა, ეს არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენ გვაქვს სათანადო საგადასახადო კანონმდებლობა, ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკა, ეს არის ასევე ბიზნესის თავისუფლება, თქვენ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს და ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად სრულად თავისუფალი და ეს არის ძალიან კარგი მენეჯმენტი, ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ეკონომიკური გუნდი მთავრობაში და ეს გუნდი განაპირობებს სწორედ იმ შედეგებს, რაც ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს ამოცანა არის აბსოლუტურად რეალისტური. 130 მილიარდ ლარს მიაღწევს ჩვენი ეკონომიკა 2028 წლისთვის, რაც სხვა მაჩვენებლებზეც აისახება. შესაბამისად, 40 მილიარდ ლარს გადასდება ქვეყნის ბიუჯეტი, როცა წელს იყო 28 მილიარდი ლარი, 2012 წელს ქვეყნის ბიუჯეტი იყო მხოლოდ 8.5 მილიარდი ლარი, როცა თავს იწონებდა საკუთარი ეკონომიკით გახსოვთ წინა ხელისუფლება. ეს აისახება ასევე დასაქმების მაჩვენებელზე, ჩვენ გავანახევრეთ უმუშევრობა საქართველოში 2012 წლის შემდეგ და 26.7%-დან ჩამოვიყვანეთ 13.7%-მდე და ჩვენი პროგრამის მიხედვით შეიქმნება 200,000 ახალი სამუშაო ადგილი და უმუშევრობა ჩამოსდება 4%-იან ნიშნულს, მაშინ როდესაც ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელი არის 6% და ეს აისახება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიღარიბეზე. სიღარიბის გვარს მიღმა საქართველოში ცხოვრობდა 1,100,000 ადამიანი 2012 წელს. ჩვენ თითქმის სამჯერ შევამცირეთ ეს მაჩვენებელი 11.8% იყო უკვე შარშან სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი პროგრამის განხორციელების საფუძველზე სიღარიბე 4% ჩამოსდება უკვე ჩვენს ქვეყანაში. ანუ 680,000 ადამიანმა დაძლია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში პირველი 12 წლის განმავლობაში და დამატებით მინიმუმ 300,000 ადამიანი დაძლევს სიღარიბეს შემდეგი 4 წლის მანძილზე. ეს არის ერთდროულად რეალისტური და ამბიციური, ასე ვთქვათ, დაპირებები, რაც არის ასახული ჩვენს პროგრამაში. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ისეთი დაპირება, რომელიც არ არის შესრულებადი. ყველა არის თან შესრულებადი, თან არის ასევე ძალიან ამბიციური. ასევე ენერგეტიკა, ხო, ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა არის ეკონომიკური დამოუკიდებლობის და პოლიტიკური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი და ჩვენ უკვე შევქმნით საფუძველი იმისათვის, რომ გავაორმაგოთ ელექტროენერგიის გამომუშავება საქართველოში და გაიზრდება 8,000 მეგავატამდე 2030 წლისთვის გაიზრდება, გადააჭარბებს 10,000 მეგავატს, რის შემდეგაც თლიანად ვიქნებით დამოუკიდებლები მხოლოდ საკუთარ წარმოებულ ელექტროენერგიაზე და საერთოდ აღარ დაგვჭირდება იმპორტი, პირიქით გავხდებით თლიანად ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. ტურიზმის სფეროში გვაქვს სამმაგი ზრდა და გვაქვს ასევე ამბიციური ამოცანები 11 მილიონს მიაღწევს ტურისტების რაოდენობა, 6.4 მილიარდ დოლარს მიაღწევს ტურიზმიდან შემოსავლები, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები, გაიზრდება სასტუმროების რაოდენობა და ამ შემდეგ ეს რა თქმა უნდა ხელშეუწყობს დასაქმებას. 700 მარტო თქვენ გახსოვთ ეს თვითონ გამოწვეული თემა. სად არის საწარმო? 700 მარტო ახალი საწარმო შეიქმნა მხოლოდ სამთავრობო მხარდამჭერი პროგრამების საშუალებით და 800 საწარმო არსებითად გადაიარაღდა. ჯამში არის 1500 პრაქტიკულად ახალი ან სრულად განახლებული საწარმოების რაოდენობა. აქაც გვაქვს დაგეგმილი პროექტები, პროგრამა, ბიზნესის ხარდაჭერის პროგრამა და ასობით ახალი საწარმო შეიქმნება მარტო მომდევნო 4 წლის განმავლობაში. სოფლის მეურნეობაში გვაქვს უდიდესი წინსვლა, გაორმაგდა გამომუშავება, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი და აქაც გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები. სამომავლოდ 3 მილიარდი ლარი შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩაიდება მხოლოდ სოფლის მეურნეობაში, როცა წინა ხელისუფლების წლიური ბიუჯეტი 2012 წელს იყო 200 მილიონ ლარზე ნაკლები. თქვენ წარმოგიდგენთ რა მხოლოდ ხოვობაზეა საუბარი. მიტოვებული იყო მთლიანად ქართული სოფელი, სოფლის მეურნეობა წინა ხელისუფლების პირობებში და ეს დამოუკიდებლობა შეიცვალა. დღეს ქართული სოფელი არის ის, რაზეც განსაკუთრებულად ზრუნავს სახელმწიფო და მაქსიმუმი კეთდება, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი. ყველა თემას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ აბსოლუტურად თუ ჩახედავთ ჩვენ საარჩევნო პროგრამას, რის პრეზენტაციას ჩვენ გავაკეთეთ, ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ ერთდროულად უაღრესად ამბიციური, კიდევ ერთხელ ვიტყვი, და ამასთან რეალისტური
მიზნები და დაპირებები ასახული. კეთილი. და ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გთხოვოთ, ასევე მიმართოთ ჩვენს ტელემაყურებელს საქართველოს მოსახლეობას, რა არის ის მთავარი სათქმელი არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე. ჩვენ ძალიან ხშირად საუბრობდით ომზე, საუბრობდით მშვიდობაზე, რა არჩევანის წინაშეა საქართველო და რატომ არის ხვალინდელი დღე ისტორიული. დღეს უკვე გაჩნდა ესეთი მოწოდება ქუდზე კაცი არჩევნებზე. რას ეტყვის საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მოქალაქეებს? რეალურად ეს ნამდვილად არის გადამწყვეტი არჩევნები. ეს არის 2012 წლის არჩევნების ტოლფასი არჩევნები და ეს არის რეფერენდუმის ტოლფასი არჩევნები, სადაც პრინციპში არჩევანი არის ძალიან მარტივი ჩვენი საზოგადოებისთვის და ეს სიმარტივი არჩევანის მათ შორის ეფუძნება წარსულ გამოცდილებას. არჩევანი არის შემდეგი. ერთხარეს არის ომი, თქვენ გახსოვთ როგორ გვეკაჩებოდნენ ჩვენ ომისკენ, განსაკუთრებით 2022 წელს და ეს პრობლემა გადავლილი არ არის, ეს ინტერესი არ არის ჯერ გამქრალი. შესაბამისად, ერთხარეს დგას ომი და მე მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია თქვა საზოგადოების წინაშე, თეორიულად ჩვენ რომ დავუშვათ ოპოზიციის გამარჯვება ამ არჩევნებში, ერთი კვირაც არ დაჭირდება იმისათვის, რომ მათ გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ასე ძლიერ ლამობდნენ განსაკუთრებით 2022 წელს, თუმცა ამის შემდეგ მთლიან პერიოდის განმავლობაში. ეს არის რეფერენდუმი ომსა და მშვიდობას შორის. მეორე საკითხი, რაც არის ძალიან აქტუალური, ეს არის არჩევანი პროპაგანდასა, იცით, რასაც გულისხმობ და ტრადიციულ ფასეულობებს შორის. ჩვენ კიდევ ერთხელ ხალხსგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ პატივს სცემთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს განურჩევლად ცხოვრების წესა. ყველას აქვს საკუთარი არჩევანი და ვერავის პირად ცხოვრებას ჩვენ ვერ ჩავერევით, მაგრამ რაც შეეხება პროპაგანდას, ეს პროპაგანდა არის ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ ამ პროპაგანდას აქვს მძიმე შედეგები სხვადასხვა საზოგადოებაზე, სხვადასხვა ქვეყანაში და თქვენ იცით, რომ ჩვენი ამოცანა მაქსიმალურად გავაძლიეროთ ზრუნვა ამ მიმართულებით. და საბოლოო ჯამში ეს არის არჩევანი ბნელ წარსულსა და ნათელ ევროპულ მომავალს შორის. როცა საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, ელემენტარულად რომ გადავხედოთ მათ სახეებს და მათ მიერ ჩადენილ დანაშაულებს წარსულში, უკვე ნათელია თუ სად უნდა იდგეს ქართველი ხალხი, ხო გავიხსენოთ ნაცმოძრაობა და მათი დანაშაულები, ხო სააკაშვილის პარტიის დანაშაულები, რას აკეთებდნენ ისინი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 9 წლის მანძილზე. ადამიანების კვლელობა 150 ახალგაზრდა მოკლეს მარტო ქუჩებში. თქვენ წარმოიდგინეთ, დაახლოებით 100 თვე იყვნენ ისინი ხელისუფლებაში, თლიანობაში და მარტო ქუჩაში მოკლეს 150 ახალგაზრდა. ყოველთვიურად ერთ ადამიანზე საშუალოდ ერთ ადამიანზე მეც კლავდნენ ქუჩაში მარტო ახალგაზრდებს პირდაპირ მათი რეჟიმის წარმომადგენლები. წელიწადში ციხეებში კვდებოდა 140 ადამიანზე მეტი. მაშინ როდესაც ჩვენს პირობებში სიკვდილიანობა 20 ჩამოსდა საშუალო მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ნიშნავს იმას, რომ 100 კაცზე მეც ციხეებში კლავდნენ მარტო ყოველწლიურად. ეს იყო იმ რეჟიმის ნამდვილი სახე. ნუ რაც შეეხება ბიზნესის რეკეტს, იყო 10,000-ობით შემთხვევა, როდესაც ძარცვავდნენ ბიზნესმენებს და ამაში კონკრეტული ადამიანები იყვნენ ჩართული. ომის დანაშაული 2008 წელს სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი და შემდეგ ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს რეზოლუციას, სადაც პირდაპირ აღიარა საკუთარი რეჟიმის მიერ ომის დაწყება, არჩევნების გაყალბება და შემდეგ, ხო, ანუ ადამიანების სამება, ეს იყო ხელწერა მაშინდელი. ყველა ეს კადრი, რაზეც ახლა თქვენ საუბრობთ, ჩვენ გვაქვს დღევანდელი ეთერისთვის მომზადებული და წინა გადაცემების პრაქტიკულად საგანგებო ეთერის ამას ეძღვნებოდა. დღეს ამ ეთერში ძალიან ბევრი ბიზნესმენი, სხვა სფეროს წარმომადგენლები, ყოფილი პატიმრები საუბრობენ იმ სისასტიკეზე, რაც ხდებოდა 2012 წლამდე. იმისთვის, რომ პარალელი გაავლონ და არჩევანი კიდევ უფრო მარტივი გახდეს. იმიტომ რომ ხშირად გვესმის შეიძლება საზოგადოების მცირე ნაწილისგან, მაგრამ რაღა დროს წინა 9 წელია. მაგრამ ფაქტი არის, რომ 2024 წლის 25 ოქტომბერია და კიდევ გვიწევს, იმიტომ რომ რაღაც რისკი მაინც უდიდესი უმრავლესობისთვის არსებობს და შფოთი იმის, რომ ხომ არ შეიძლება მოbrunდეს კოლექტიური ნაცმოძრაობა. ამის შეხსენება არის ნამდვილად აუცილებელი, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც საკუთარი თვალით არ უნახავთ ეს ყველაფერი, გამომდინარე მათი ასაკიდან. იყო რეალურად უმძიმესი რეჟიმი, ქვეყანაში შექმნილი ავტორიტარიზმი, რომელიც შეეხო 100,000-ობით ადამიანს. 300,000 მარტო პრობაციონერი ყავდათ ამ ქვეყანაში. პატიმრობა გამოიარა 10,000-ობით ადამიანმა. უამრავ ადამიანს უშუალოდ შეეხნენ ბიზნესმენები, 10,000-ობით ბიზნესმენი, რომელთა მიმართაც რეკეტი განხორციელდა 400 ადამიანი მარტო ომში დაიღუპა, 30,000
დევნილად იქცა მარტო ცხინვალიდან, ხო, 1800 წლის ომის შემდეგ. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, შეეხო 10,000-ობით და 100,000-ობით ადამიანს. და კიდევ ერთხელ, რითაც იწონებდნენ თავს, ისიც გაირკვა, რომ ყოფილა სიყალბე, ეკონომიკა მათ დროს იყო 28 მილიარდი, ბიუჯეტი იყო 8,5 მილიარდი, გზები დააგეს 68 კილომეტრი, ამით იწონებდნენ თავს, როცა ამ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი ხელისუფლების პირობებში 32 კილომეტრი მარტო გვირაბი ავაშენეთ და 22 კილომეტრი მარტო ხიდები ავაშენეთ მარტო რიკოც გულისხმობ. რომ ავიღოთ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით სამუშაოები 40 კილომეტრზე მეტია გვირაბების სიგრძე და შესაბამისად მეტია ხიდების სიგრძე. წარმოიდგინეთ, რითაც სავს იწონებდნენ, ამბობდნენ, რომ კი კლავთ, ვაწამებთ, ბიზნესს ძარცვავთ, მაგრამ თან ქვეყანას ვაშენებთ. ამასაც კი არ აკეთებდნენ, არაფერს არ აკეთებდნენ საერთოდ. ქვეყანა ხალხი ყავდათ უმძიმეს მდგომარეობაში და ახლა ამ ადამიანებს სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება. ეს არის ნაცმოძრაობა, ეს არის ნაცმოძრაობა 2, გვარამიას პარტია, გადახედეთ მათ ლიდერებს, ხო? არის კაცი, რომელიც აღიარებდა, რომ იცოდა რაც ხდებოდა ციხეებში და ხმას არ იღებდა ამასთან დაკავშირებით. არის ერთ-ერთი ლიდერი გვარამიას პარტიის, რომელიც აცხადებს, რომ მისთვის წმინდა არ არის არც საკუთარი დედა და მამა, არც პატრიარქი, არც ეკლესია და არც სამშობლო. არაფერი წმინდა მისთვის არ არსებობს. ხო, ამას რო ხმას აძლევ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენც იზიარებ ამ ღირებულებებს. არის მათ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც თან ვითომ არის მთავარი ანტირუსი ამ ქვეყანაში და დღემდე რუსულ რუბლებზე ცხოვრობს, რომელიც მას ერიცხება რუსეთის სახელმწიფო ხაზინიდან. პირდაპირ, ხო, ამ დონის ფარსზე გვაქვს საუბარი. არის ხაზარაძე, რომელიც პირდაპირ მონაწილეობდა ბიზნესის რეგეთის საქმეებში და აღარ ჩამოთვლი ამ საქმეებს წინა ხელისუფლების პირობებში. და მის გემოვნებაზე აღარ მინდა საერთოდ საუბარი, როცა პარტიაში ყავს სამადაშვილი, ნაცვლიშვილი, ბუაძე და ასეთი ოდიოზური ფიგურები, რაღაც კაცი ტიბისის მფლობელი იყო წლების განმავლობაში, ბანკში შეხვიდოდი, ნორმალური სახეები ხდებოდა. აქედან მაინც ხონდა აიღო მაგალითი, მაგრამ როცა გემოვნება არ აქვს, როგორც ჩანს, კადრებსაც შესაბამის არჩევ. რაც შეეხება გახარიას, მასე აღარც ხერთ საუბარი, მას არავითარი შანსი აღარ აქვს საერთოდ, რომ გადალოხოს ბარიერი, თუმცა შეგახსენებთ მის დანაშაულებრივ ქმედებებს, რაც უკავშირდებოდა მესტიას, პანკესის სპეცოპერაციას, რაც უკავშირდებოდა ბასიანის სპეცოპერაციას, ოციუნისის სპეცოპერაციას, ჩორჩანას, ყველაფერი დევს ხელის გულზე. შესაბამისად, სად არის ევროპა, სად არის ევროპა, სად არის ქართული ძალა, სად არის ქართული ძალა, ეს დევს ყველაფერი ხელის გულზე. ყველაზე არაევროპული სახეები თუ სადმე არის ამ ქვეყანაში, ეს არის სწორედ რადიკალურ ოპოზიციაში, რაც თვითონაც კარგად იციან. მე მინდა შეგახსენოთ, მათ გამართეს ერთადერთი მასობრივი აქცია თავისუფლების მოედანზე, ყველამ ერთად, ეს იყო ერთადერთი შეკრება, რომელიც გამართა რადიკალურმა ოპოზიციამ ერთობლიობაში, ვერც ერთმა ამ ლიდერმა ვერ გაბედა სენაზე ასვლა. წარმოიდგინეთ, ოპოზიციის ხარდამჭერებთანაც კი ვერ გავიდნენ, იმდენად იციან, რომ რეპუტაცია აქვს შელახული. ეს არის ანტიევროპა. ეს სახეები ვიმტკიცებენ, რომ თუ არ დაბრუნდა ხელისუფლებაში ხაბეიშვილი, გუბასანიკიძე, სააკაშვილი, გვარამია და ეს შემდეგ, ჩვენ არ გვეღირსება ევროპა. ყველაზე ანტიევროპული სახეები და ყველაზე ანტიევროპული ძალები არიან ესენი. ყველაზე ევროპული ძალა ამ ქვეყანაში არის სწორედ ქართული ოცნება და რაც მთავარია, ამას ხას უსვავ, ყველაზე ქართული ძალა და ერთადერთი ქართული ძალა ქართულ პოლიტიკაში არის ქართული ოცნება, რომელიც ზრუნავდა მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვაზე, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვაზე, ღირსების დაცვაზე და ამასთან ერთად ქვეყანას მოუტანა წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის მოუტანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ყველა მიმართულებით აუცილებლად გაგრძელდება წინსვლა. ამის ერთადერთი გარანტი ამ ქვეყანაში და მშვიდობის ერთ-ერთი გარანტი არის ქართული ოცნება, არის მისი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა მანიშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ განვაგრძოთ ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ურმესი მადლობა.